დიდი სკანდალი დოლჩე და გაბანას ჩვენების ირგვლივ, აქეთ პრადა ეხება არანაკლებ კრიტიკის გარდაწყლში, იქით საერთოდ ბექჰემების დრამა ოჯახური განვითარდა, რა ხდებოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთად განვიხილოთ, სანამ დაიწყება მოდის ინდუსტრიის, ჩემთვის პირადად ყველაზე საინტერესო კვირეული, ოთხკვირის, ანუ მაღალი მოდის კვირეული. დოლჩე და გაბანა იყო პირველ რიგში ყველაზე გამორჩეული და მართლა ძალიან ისეთი დასამახსოვრებელი, განტური, მამაკაცური, დახვეწილი, ესეთი ნამდვილი იტალიური, ესეთი ცოცხლოვანი ჩაცმულობები ბიჭებზე უკვე არაფერს ვამბობ და სწორედ მათ გამო მოხდა ეს სკანდალი. საშინლად გააკრიტიკა ცნობილმა თუ ნაკლებად ცნობილმა კრიტიკოსმა თუ არაკრიტიკოსმა ეს დიზაინერები, იმიტომ რომ ყველა ეს ბიჭი, როგორც შენიშნავდით, იყო ექსკლუზიურად თეთრკანიანი, არავით არის ფერადკანიანი, არავით არის აზიური წარმომავლობის მოდელი ჩვენ აქ არ ყავდა და ამიტომ არ ვიცი დაჰეით და ძალიან ძლიერ ეს ბრენდი, მაგრამ მგონია რომ რაღაც სკანდალების მოყვარული არის ზოგადად ეს წყვილი და არანაირად ცუდად არ იმოქმედა მათი აზრით ბრენდის იმიჯზე ამ ყველაფერმა. რაც შეეხება პრადას, სასტიკ კრიტიკა გამოიწვია იმან რომ მართლა კახექსიურად გამხდარი მოდელები დააბიჯებდნენ პოდიუმზე, არანაირი ვაჟკაცური, მამაკაცური, რაღაცა მასკულინური კუნთები ჩვენ აქ ვერ ვნახეთ, ამბობენ რომ ეს ბრენდი ცდილობს ისევ ნულიანი ზომები დააბრუნოს, ანუ კახექსიურესი გამხდარი დააბრუნოს მოდაში. და გამომდინარე არაჯანსაღი მესიჯის მატარებელი იყო ჩეული და დასამახსოვრებელი ჩემთვის პირადად იყო ამიპარის ჩვენება, რომელმაც ულამაზესი თან სუფთა სილუეტის ლუკები წარმოადგინა, კასტიც იყო საკმაოდ მიმზიდველი, აბსოლუტურად განსხვავდებოდა ტიპაჟით, დოლჩე და გაბანას ტიპაჟისგან, სხვა შორის რომელი მათგანი უფრო მოგწონთ გოგოებს, კარგი იქნებოდა გამიზიაროთ თქვენი გემოვნება ამ მიმართულებითაც. ასევე დასამახსოვრებელი იყო ლუი ვიტონის ჩვენება, ვიტყოდი რომ საკმაოდ საინტერესო სტილიზაცია შემოგთავაზეს ლაბადების გაფორმების, კერძოდ კი აი ამ რაღაცა ქამრის ორიგინალურ გამოყენებას გულისხმობდა სხვა შორის ძალიან დიდი სიამოვნებით. ზენიას, კლასიკური და ელეგანტური დახვეწილი და ძვირფასი შეხედულების ლუკები ჰქონდა და ასევე იგივეს ვიტყოდი ზუსტად ჯორჯო არმანის ჩვენებაზეც. არმანის გარდაცვალების შემდეგაც ინარჩუნებს თავის იდენტობას, აქვე აუცილებლად ჩავამატებ სიტყვა მოიტანა და უკანასკნელი იმპერატორი მოდის, როგორც უწოდებენ, ბატონი ვალენტინო, გარდაიცვალა 93 წლის ასაკში, აქ რამდენიმე დღის წინ და ძალიან დასანანია ასეთი უდიდესი, მე-20 საუკუნის უდიდესი დიზაინერის დაკარგვა, რომელმაც მართლა შესანიშნავი იმპერია შექმნა. აუცილებლად გამოვყოფ რალფ ლორენის ჩვენებასაც. საინტერესო იყო თვითონ სტილიზაცია, ერთია ტანსაცმლის დიზაინი ზოგადად და მეორე არის სტილიზაცია. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვინ არის შოუს სტილისტი. ამ მოდის კვირეულის ერთ-ერთი გამორჩეული და სასიხარულო მომენტი იყო რასაკვირველია დავით კომა ბლუმარინში, რომელმაც საინტერესო კოლექცია წარმოადგინა და ქართველი ბიჭი სანდრო გვარი არ ვიცი სამწუხაროდ, რომელმაც დოლჩე და გაბანას პოდიუმზე გაიარა ღირსეულადაც გააკეთა ეს ყველაფერი. აუცილებლად უნდა ვახსენო ახალი ბრენდი, ჩემთვის პირადად ახალი ბრენდი. თქვენგანსაც არ იქნება გაგონილი ამი, ესეთი დიზაინერი, რომელმაც არაჩვეულებრივი, მართლა ძალიან კარგი დიზაინერული შოუ გაგვიკეთა, ულამაზესი კოსტიუმები, ულამაზესი სტილიზაცია, ფერთა კომბინაციები იყო საოცარი და არაბული აღმოსავლური წარმომავლობის არის ეს დიზაინერი, აღმოსავლური კულტურა რაღაცა აღმავლობის გზაზე დგას და დიდი გავლენა აქვს მას ჩვეულებრივად ჩვენზე მთელ დასავლურ სამყაროზე. და ბოლოს ვახსენებ ερμესის მოდის სახლსაც, რომელმაც ისეთი კლასიკური, მამაკაცური, მუქ ტონებში გადაწყვეტილი კოლექცია წარმოგვიდგინა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ღირსხსენებად არის ის, რომ მათი კრეატიული დირექტორი და მთავარი დიზაინერი ვერონიკ ნიშანიანი ასრულებს თავის კარიერას 27 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ და მასთან ერთად უკვე დანიშნული არის ახალი ბრიტანელი დიზაინერი უელს ბონერი, რომელსაც ასევე ველოდებით რომ იქნება მალე დებიუტი. დიორი არ ვახსენე და ჩემი ძალიან დიდი სიმპათიების მიუხედავად ჯონატანმა კიდევ ერთხელ გამიცრუა მე პირადად იმედი, თუმცა კრიტიკოსები ზოგი კარგსაც ამბობს, თქვენთვის მომინდვია შეფასება, აგერ გიტოვებთ ეკრანზე და აუცილებლად ვისურვებდი რომ ნახოთ თქვენი მოსაზრებები. ბექჰემებზე წაჭიროება გამომრჩა. რეალურად არც არის დიდად ჩემი თემა ეს რაღაცა ოჯახური სკანდალები, მაგრამ რადგანაც მოდის სახლს და ამ კულტურას ზოგადად უკავშირდება ბექჰემების ოჯახი, შეიძლება რომ გავაკეთოთ ერთი ისეთი გოგოშკური წაჭიროება ვიდეო გასწვეთ.